ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და ასევე სპეციალისტები გმობენ ფსიქიატრიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნით და საქართველოს მართლმსაჯულებას მოუწოდებენ, რომ აღმოფხვრას მსგავსი მცდელობები, კონკრეტულად კი საუბარი არის აქტივისტზე ნინო დათაშვილზე, რომლის მიმართაც პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, ხოლო შემდგომ სასამართლომ ეს დააკმაყოფილა. მათ ვრცელი განცხადება აქვს გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით. მე წაგიკითხავთ ამ განცხადების ნაწილს. საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მოთავსებისა და მკურნალობის გზით პოლიტიკური ანგარიშწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას საერთაშორისო ნორმების მიხედვით ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია. ნინო დათაშვილის შემთხვევას ისინი განსაკუთრებულად საგანგაშოდ თვლიან და რამდენიმე მიზეზი არის დასახელებული თუ რატომ არის ასე. 6 წლის წინ წელის მალთშუა დისკის დაზიანებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის ფონზე მას ფსიქოემოციური სფეროს სირთულეები განვითარდა. ეს არის ბუნებრივი და გავრცელებული რეაქცია ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ. სამედიცინო ფორმა ASH-ში მას ძირითადად დიაგნოზთან ერთად ემოციური ლაბილობაც ჩაუწერეს, რაც არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს აშლილობების არც ერთი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით. განმარტავენ ექსპერტები, ფაქტი, რომ პროკურატურამ სწორედ ეს ხანდაზმული ამბავი გამოიყენა შეურაცხყოფაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მიგვანიშნებს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ ფსიქიატრიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე ვკითხულობთ განცხადებაში. დაახლოებით 200-მდე პროფესიული ასოციაცია თუ ექსპერტი აწერს ხელს ამ განცხადებას და სია არის განახლებადი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ემოციური ლაბილობა აწუხებს ყოველ მეოთხე ადამიანს და ამის გამო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება არის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით განმარტება უკვე გააკეთა, Facebook-ზე არის გამოქვეყნებული ეს განცხადება. მე წაგიკითხავთ მას. მოცემულ სიცხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანხმლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა. აქვე გსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, განმარტავს პროკურატურა. ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და ამასთან დაკავშირებით მათ გამოაქვეყნეს ასევე კიდევაც Facebook-ზე განცხადება. ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი, ეს არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან. აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველა შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ემოციური ლაბილობა რაიმე გარემო ფაქტორების ზემოქმედებიდან გამომდინარე. მე კი შეგახსენებთ, რომ ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო საქმე აღძრული არის საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.